შემთხვევაში ჩვენთან სტუმრად არის მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ადამიანი, სოფხედელობრივად მომწიფებული, სულიერად ეროვნული სულისკვეთების მეცნიერი ბატონი ვახტანგ ჭანია. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ სტუდიაში. იმედია ხშირად იქნებით, იმიტომ რომ ისეთ საკითხებს ეხებით, სოფხედელობრივ ისტორიულ მარადიულ თემებს, როგორც ასეთი და ამ ჭრილიდან უყურებთ სამყაროს და რეგიონს და კონკრეტულად ჩვენ ქვეყანას. ვისაც ეს ხედვა არ აქვს, ადრე თუ გვაქვს ესეც წაიტეხა სამ და აფსაიდში აღმოჩნდება. ამიტომ ხარული რომ სოფხედველობრივად ვიკვეთებით ერთმანეთთან და იმედია ნაყოფიერი იქნება ჩვენი ურთიერთობა. ახლა ერთი-ორი სიტყვით პირველად ვინც არის იმის გასაგონად ლაპარაკობ, გუშინ დღეს ხვალ ნიშნავს გუშინდელი დღე პირობითია, თორე ეს გუშინ ამის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში მერაბ კოსტავას ციხიდან, სიდის ციხიდან გამოსვლის იმას მიუძღვენით, ასე თქვა ეს პროექტი. უზენაეს საბჭოს გარკვეული ჯგუფის მიერ არის ეს იდეა. თან ავტორი მეც ვარ და განვასახიერებ მათ. ბევრი უკვე სამწუხაროდ გარდაცვლილია. დარნათაძე, პაატა ყოღუაშვილი, მერაბურიდია და სხვები. მაგრამ ვინც ცოცხლები დარჩენ, უნდა ვიტვირთოთ და გავაკეთოთ ის, რასაც ხელი მოვაწერეთ, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. აფხაზეთში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის მეოხებითაც აფხაზეთი კანონიერად ჩვენია, ცხინვალის სამართლებრივ გაუქმებას, უпроსტოდ სამხრეთ ოსეთის დემონტაჟს და მის გაუქმებას და მთელი რიგ, ასე ვთქვათ, მარადიულ ფასეულობებზე აგებულ საფუძველს ჩაუყარეთ. ამის შენარჩუნების გარეშე საქართველოს არანაირი მომავალი არ აქვს, ამიტომ მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს მარადიული ფასეულობები დღის წესრიგში დადგეს, რა არის დამოუკიდებლობა, რატომ არის აფხაზეთი ჩვენი როგორ ქართული სახელმწიფოს წარმონაქმნი და მესე ფილმშო, რის საფუძველზე. აი ეს თემები ისევე როგორც ცხინვალი და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და მინდა რომ მემკვიდრეობითობის ხასიათი იყოს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც პოლიტიკაში მოსულები არიან და რაღაც პრეტენზიები აქვს და რაღაცას ვითომ შეცვლა უნდა. სინამდვილეში რისი შეცვლაც უნდა ჩვენ ვხედავთ. ჩვენ ვალდებული ვართ ეს უთხრათ, კიდევ ერთხელ გავუმეოროთ და მოკლედ ესეთი მიდგომა არის რა. ერთი-ორი სიტყვით ეს არის ამ პროექტის შინაარსი და სტრატეგია. გუშინდელი დღეს და ხვალინდელი დღეს შესაბამისად უნდა დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ და ხვალინდელში იმაში გადავიხედოთ შეძლების დაგვარად და შეუდგეთ მაშინ ამ აღმართს ბატონო ვახტანგ და ახლა მით უმეტეს ახლა აფხაზეთში რა ვითარებაც არის ხედავთ ხო იქ რაღაც დრონები იქ რაღაც უკრაინა იქ რაღაც პანიკა უკრაინა რუსეთის ურთიერთობები ნატოს გაფართოება უკრაინის აღიარება ნატოს მიერ როგორც ძირითადად ჯერ დიდი ბრიტანეთის მან გააკეთა მეტი კონკრეტიზაცია ამ თვალსაზრისით და თქვა რომ პარტნიორია ჩვენი და ახლო მდებარე რეგიონებს სადაც რუსეთის და ჩინეთის გავლენა დიდია ჩვენ მას არ დავთმოთ ხაზგასმით და კონკრეტიზაცია იყო არავის არ უსურვებდი ჭუად ყოფილს მათ გადაეღობოს რა ვინც ელემენტარულად ისტორია ვინც ელემენტარულად ვინც რუსები რო იტყვიან სამოუბიცა თვითკვლელი ვინც არ არის ამ თვალსაზრისით ამას ანგარიში უნდა გაუწიოს და ნაკლებად უნდა დააზარალოს ქვეყანა თორე ახლა ვინ დაზარალდება და ფულს ვინ დაკარგავს და ვინ გაკოტრება ნაკლებად გვაინტერესებს ჩვენ თუმცა სახელმწიფო სამწუხაროდ საუბედუროდ ამაზე არის ჩამოკიდებული და ერთი კაცის მიერ რაღაც აყვანილია მძევლად მთელი საქართველო აი ამას თავი უნდა დავახციოთ და ახლა შეუდგეთ აი ამ საკითხს. აი როგორ უყურეთ აი დღევანდელი და მინდა რომ აი ეს გუშინ დღეს ხვალ თქვენს აი როგორ უყურეთ ამ საკითხს აფხაზეთის სტრესში და აი მოვალში და იმ პარტნიორებთან მიმართებაში სადაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. ბრძანეთ. იბადალა, ნუ საერთოდ ახლა აფხაზეთის თემატიკა ძალიან მრავალფეროვანია. შეიძლება გადმოგეხსენებათ აყურებელმა ციცის შეიძლება პატარა ისტორიას უნდა შევეხოთ ბუნებრივია, იმიტომ რომ მე დავაკონკრეტებ ტერმინს, მე მათ არ ვეძახი აფხაზებს, ვეძახი აფსუ აფხაზებს.
ეს ტერმინი შემოვიდა ბოლო ხანებში მეცნიერებაში და ეს სწორი ტერმინია. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უამრავი წყარო, როგორც ქართული, ასევე ანტიკური, ბიზანტიური, სომხური, არაბული, სადაც ხაზგასმი წერია, რომ ტოპონიმიკური მასალა, ჰიდრონიმიკა იხსნება ხოდახოდ ქართულ ენებზე, ძირითადად სვანურად, მეგრულად და მე ქართულ ენებზე კიდევ. მთელი ისტორია, პოლიტიკური ისტორია, აფხაზთა სამთავროს, თქვათ, შემდეგ აფხაზთა სამეფოს, ხო, არის გამოკვეთილად პროქართული ორიენტაციის. კიდევ უფრო დაუშვათ, თქვათ, რომ ის ხალხი, ვისაც ჩვენ უწოდებ პირობითად აფხაზს, თქვათ, იყო მართლა ესე იგი ლაპარაკობდა აფსუ ენაზე. უკვე მე-6 მე-7 საუკუნეებში, როცა ისინი მოექცნენ ლაზიკის სამეფოს გარემოსთვის ქვეშ, მთლიანად გაქართულდა და მათ დაკარგეს ის პირვანდელი თავიანთი აფსუა სახე. ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, ეს მიღებულია ჩვენ ისტორიოგრაფიაში. აი ბოლო ხანებში, ბოლო 10 წელიწადია ძალიან ცნობილი ქართული მეცნიერი ბატონი თეიმურაზ გვანცელაძე, რომელიც არის ქეთევან მუთადიძეს, ესე იგი მოსწავლე, მან უზარმაზარი შრომა გასწია, ესე იგი აფსუ-აფხაზური ენის შესწავლის საკითხებში და ის გენიალური ინტუიცია, რომელიც ჰქონდა პავლე ინგოროყვას, რომელიც მან წამოაყენა თავის ფუნდამენტალურ ნაშრომში, ესე იგი გეორგი ესე იგი მერჩულე, რომ ისტორიული აფხაზი არის დღევანდელი ესე იგი ქართველი, მან ენობრივი მასალის საფუძველზე წინმოლე დაამტკიცა. სამწუხაროა, რომ ამ დიდი მეცნიერის წიგნების, შრომების პოპულარიზაცია არ ხდება, ყველაფერი ხდება ენთუზიაზმის დონეზე, აი მაგალითად პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელიც იყო რექტორი 8 წლის განმავლობაში, ძალიან შეუწყო ხელი ბატონ თეიმურაზეს, მისცა მას მაქსიმალური პირობები, რომ ამ პიროვნებას თავისი ნიჭი გამოემჟღავნებინა სრულიად. ეს აფხაზეთის უნივერსიტეტში. აქთემასაც უნდა შევეხო. უნივერსიტეტში. მაგრამ ყველაფერი მაინც კეთდება ენთუზიაზმის დონეზე. აი სახელმწიფოებრივი მიდგომა, ხო, სამწუხაროდ ამ საკითხებში არ. აი უყოთ ბატონი ჯემალ გამახარია, რომელიც ახლა არის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე. თავის დროზე მისი მეცადინეობით გამოიცა წიგნი აფხაზეთის საქართველოს ისტორიული, ესე იგი, ნაწილი. ლურჯი წიგნი რო არის, უსერიოზული. მაგ ძალიან სერიოზული. ძირითადში მონაწილეობენ სოხუმის უნივერსიტეტის აღზრდილები, ქაბატონ ლიკა ახალაძე, ბეჟან ხორავაკობა, ესე იგი, ლურჯი წიგნი. ხო, ბერულოვანოდარი სხვა მეცნიერები. ჩვენ ყავს წინმოლე მეცნიერი ბატონ ზურაბ პაპასკი, რომელიც დიდი ხანია მუშაობს ამ საკითხებზე წარმატებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი ეს კეთდება მხოლოდ ენთუზიაზმის დონეზე. და არ მიეცა სახელმწიფოებრივი დატვირთვა. არ მიეცა მას სახელმწიფო დატვირთვა. დიახ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად, აი რატო ვახსენე ტერმინი აფსუ-აფხაზი. ერთხელ როცა ბატონ ზვია ძალიან ბევრჯერ შეხვდით მე და ჩემი ძმა, სოსო ადამიანი კიდევ ღმერთმა აწყობოთ მისი სული, გარდაიცვალა 99 წელს. და ერთხელ მე და სოსო მასეთ რაღაც უთხარით ბატონ ზვიას, რომ აი ბატონო ზვია, აი თქვენ ალბობთ აფსუ-აფხაზები, აფსუა ჩამოვიდა, ჩვენ ვთქვით რომ ცოტა არ შეიძლება შეგრძნილება საკითხს, იმიტომ რომ ისინი უხერხულობას ქონეს. ბრაზდებიან. და ბატონმა ზვიადიმ შემოხედეთ და ასეთ რაღაცა გითხრა. ესე იგი თქვენ გინდა თქვათ რომ ესე იგი თქვენ ხართ ჰუმანისტები, ესე იგი ინტერნაციონალისტები და მე ვარ კაჭიჭამე ნაციონალისტი. ფაშისტი. ხო, არა, ჩვენ არა ბატონო. ეხლა მომისმინოთ თქვა. საბჭოთა კავშირი დაშლის პერას არის რომ მისულ. ეს ეგ რომელი წელია და კონკრეტულად 87-88 წლები. ჯერ არა დაშლილი საბჭოთა კავშირი. და რუსების მიერ ძალიან მაღალ დონეზე უშიშროების მიერ არის გასული ინფორმაცია, რომ თუ საბჭოთა კავშირი არის ძალად შეკუციცებული იმპერია, ასევე საქართველოც არის შეკუციცებული იმპერია ქართლის სტალინის მიერ. აფხაზი, ოსი, რომელიც წაართვა სტალინმა ამ ხალხებს და ძალად შემოგვიყვება. ეს ვინ გაახმოვანა პირველად გახსოვთ იმის სახაროვის ცოლმა, რა ელენა ბონერი. ხო გახსოვთ? დიახ, ხო. ამიტომ ბატონმა ზვიადი თქვა, ჩვენ ამით არაფერ შეურაცხყოფას არ ვაყენებთ მათ. ჩვენ ვაყენებთ მათ ფაქტის წინაშე, რომ ასე იყო ეს ისტორია. ავიღოთ ამერიკა, ხო? შეიქმნა ის 1777 წელს. აქვს 250 წლის ისტორია. არც ერთი ამერიკელი არ ამბობს, რომ ინდიელები არიან მათი წინაპრები. იგივე ავსტრალია ავიღოთ, ხო? იგივე თურქები ავიღოთ, ხო? როდესაც თურქები გამოჩნდნენ ბიზანტიის ტერიტორიაზე, თუ არ ვცდები 979 წელს. და მანასკერთან დაამარცხეს, ესე იგი ბიზანტიის იმპერია და მერე აიღეს ამ ტერიტორიის ნაწილი, ხო 1453 წაიღეს კონსტანტინოპოლი. არც ერთი თურქი არ ამბობს, რომ ჩვენ ვართ ბიზანტიელების მემკვიდრეები, ხო? ამიტომაც ცუდი 4 საუკუნის ისტორია საკმარისზე მეტად საკმარისი არის, რომ თქვათ, რომ შენ ცხოვრობ ამ ტერიტორიაზე, საქართველოს მიწაზე, აფხაზეთში, შენ გაქვს შენი ისტორია, მაგრამ ის რაც იყო მანამდე, ეს ჩვენ საუკუნეად არის ქართული.
საქართველოს ისტორიის, კულტურის ნაწილი და ამ ტერიტორიაზე ყოველთვის ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. ჩვენ ვიცით გვაქვს მაგალითად მე-7-მე-6 საუკუნეების ანტიკური წყაროები, სადაც მოიხსენებიან ქართველური ტომები, კორაქსები, ყოლები, პირდაპირ წერია ყოლები, ყოხური ტომია. ბიზანტიელი ისტორიკოსები კლავდიუს პტოლემეუს პირდაპირ წერს, აი დღევანდელი ნიკოფსის ტერიტორიას ძველი ლაზიკა. და დაკვირი ძველი ლაზიკა კი არა, ძველი. მან ისტორიკოსები იცის რას აქ ცხოვრობდნენ ძველი დროიდან ლაზები. მე-5 საუკუნის ისტორიკოსი ანონიმიატური წერს, ესე იგი ნიკოფსისი, მაგრამ ჭყალების წერია ძველი ლაზიკა, ესე იგი მე-5 საუკუნეში ჯერ კიდევ ლაზები ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე. მე სომხური წყაროები, ფაბოს ბუზანტი, ისევე ბიზანტიური წყაროები წერენ ბიჭვინთა გაგრის მიდამოებში ეგეროს სვანები, სვანო კოლხები და ასე შეიძლება. იქით მისიმიანები ცხოვრობენ, იქით ჰეროდოტეს და კოლხები ცხოვრობენ, დიოსკურეს და ეს არის სუფთა ქართული ტერიტორია. ამიტომაც თუნდაც ჩვენ ველაპარაკებით მას უნდა თქვათ, რომ ესენი არიან აბსურები. გამიგეთ? და ჩვენ გვაქვს მართლა საუბარი. ჩვენ გვინდა ესენი ცხოვრობდნენ ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ გვინდა მათ მივცეთ ავტონომია ფართო, ჩვენ გვინდა რომ იყოს ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვაჩუქებთ ჩვენს ისტორიას. გამიგეთ? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინაპრებს ნუში ჩავაპურტყოთ. ის რაც შეიქმნა ქართველების მიერ, ვაჩუქოთ ვიღაცა სხვას. თქვენ როგორც მეცნიერს, ასე თქვა, როგორ გონიათ, ჩვენი ისტორიული მეხსიერება სულ სხვა არის და იმათი ისტორიული მეხსიერება სხვა არის, ხო? სიგურელია. სულ სხვა. და როგორ გონიათ, თუ ეს თანაკვეთა, თანაარსებობა, აი დღევანდელი ტერმინი იყო გუშინდელი კოჰაბიტაცია მოდი, ხო, მეცნიერული ოღონდ, ხო, მეცნიერული. აი როგორ წარმოგიდგენიათ? ხო არ შეიძლება ახლა უსაშველოდ გააგრძელდეს ეს? აი თქვენ ახლა აბძენეთ მეხსიერება. დიახ. აბსოლუტ აფხაზებში არის გამოკვითელად მეხსიერების დეფიციტი. მათ კავშირი არ აქვს ძველ წარსულთან. არსებობს წიგნი სერგეი ზუღბას, აფხაზური ზეპის სიტყვები, ის თარგმნა პროფესორმა თეიმურა გვანცელაძე. მე წიგნი კარგად დავამუშავე, ხო? ლეონ მეორეს ვიცნობ ჩვენ, რომელიც არის აფხაზთა სამეფოს ფუძემდებელი. ქართული საისტორიო წყარო მას იცნობენ. აფხაზურმა ფოლკლორმა ვინ არის ლეონ მეორე არის ის. არის ის. მე ხო იყო ბატონო ვახტანგ, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი შეხება მათ ისტორიულად ლეონ მეორესთან არა შეუძლებელია და უნდათ რომ კონდეთ უნდათ მაგრამ არა ეს მათ ისტორია გამიგეთ უბრალოდ არა შეხება არაფერი შეხება არიცია ვინა ლეონ მეორე ასე იგი ამ ხელა საერთო შექმნელია და არაფერი არიცია მეორე ანუ მოდის ლეონ მეორე ახლა ველაპარაკობ ძალიან ზედაპირულად ჯდება ქუთაისში უცხო ტომის წარმომადგენელი მოდის ქუთაისში მას ღებულობენ მაშკაც სიყვარულით ჯდება ტარზე და ასაკეთებს პირველ რიგში იწყებს ბიზანტიური ეკლესიების გაუქმებას და ქართული მისგან განთავისუფლებას. დედომიშვილო თუ აფსუა ხარ და თუ მოდიხარ ქუთაისში და იფხარ ეს ტერიტორია, რატომ ქართული მოგვაქვს? თუ ბიზანტიურს აგდებ, ხო? და აკუზნე აფსუა ეკლესიები. თარგმნე სახარება შეძენა არასოდეს გავსერალად. ჩვენ ხო ვიცით რომ ესე იგი არსებობს აღმოსავლეთის და დასავლეთის ქრისტიანობა. დასავლეთის ქრისტიანობა კატეგორიულად გზავნავდა სახარების თარგმნას სხვა ლუთერის თარგმანი ვიცით ეს იყო მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისში იყო მე-16 საუკუნეში ხო ვინდა გიშალა შენ რომ გეთარგმნა სახარება მე-20 საუკუნეში სრული თავისუფლება იყო აბსოლუტური არც ერესი იყო და არც არაფერი მეცად გეტყვით უყურეთ რა საინტერესო ფაქტია ბოლო ხანებში შუა კავკასიაში როდესაც უკვე მიეცათ მეტნაკლებად საშუალება გათხრები აწარმოონ აღმოჩნდა ასობით ესე ქართული ესე იგი წარწერები ქვებზე როგორც ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში ეს კერძოდ ხუნძებში ძველი ახლანდელი ავარებში და რა მთავარი ნუ ეს საკითხი კაი დიდი ხანია მეცნიერული მოღვაწეობის საგანია რომ ქართული წარწერები ხო არის და აღმოჩნდა წარწერები ესე იგი ავარული და ესე იგი ვაინახური ანუ ჩეჩნური და ინგუშური ტექსტები ჩაწერილია ქართული ასოებით ესე იგი საქართველოს სამეფო კარის მხრიდან ცდილობა აქვს რას რომ ქრისტიანობა შეაქვთ რომ თანდათანობით მათ მიეცათ საშუალება რომ სახარება წაიკითხონ მშობლიურ ენაზე აი ამ ფორმას დამწერლად ქვია ავტოგრაფია ესე იგი ანუ ინდივიდუალობას მეანიჭოს რა ახლა მოგეთ ხო თუ ჩვენ ქართული მეფეები დიახ ესე იგი ჩვენს ძმებს ხუნძებს ჩვენს ძმებს შეჩნებს ინგუშებს ხო ჩერქეზეთში ჯერ აღმოჩენილი აბა აღმოჩნდება ესე იგი ვეხმარებით და ესე იგი მასდევს საშუალებას რომ თამიდევრულად გადავიდნენ ისინი ქართული დამწერლობით ესე იგი თავის ენაზე შექმნან ქართულ დამწერლობის გრაფიკაზე თავის დამწერლობა და ქრისტიანობა ალფავიტით ხო იქადაგონ ქართულ ენაზე ესაა მთავარი მიზანი ხო დამწერლობის შექმნის ხო
რატომ ქართულმა მეფემმა იგივე აფხაზთა მე ლეონ რატომ შეკლა მოვიდა თავში ეგეთი რა ერთი ნაჯღაბრი მალაკეთ აფხაზეთის ტერიტორიაზე სწორად მეყურდია ეგურამდე რომ ქართული ასოებით ამოკვეთილი იყოს ერთი აფხაზური სიტყვა რატო არ არის ესე არ არის მარტი მიზეზის გამო რა საჭირო იყო გარედან არის თავს მოხეული ესე არა სხვა ამბავია რა საჭირო იყო დამწერლობის შექმნა ორი დამწერლობის შექმნა ერთი ერისთვის ხო თუ ქართველები იყვნენ და იმიტომ არა სჭირდებოდა ორი დამწერლობის შექმნა და არ შეუძლიათ კიდევაც და ამ საკითხზე შეიძლება უთავრობოდ საუბარი გამიგეთ ამიტომაც როცა ჩვენ ვამბობთ აი რატომ მოიშალა მეხსიერებიც წარმოადგენლები იყვნენ თავადაზნაურობა ყველა ქართველები იყვნენ ესენი შერვაშიძეები თქვათ ხო ემხوارები მარშანიები სულ ყველა ქართული გვარების არიან ხო აფხაზური გვარები შედიან მე-19 საუკუნეში ბადა ფათი ხო აი ეს ქართული თავადაზნაურობა და აფხაზური თავადაზნაურობა აფხაზური იყო მჭიდროდ ურთიერთობაში ლამბერტის და მაგათ აშკარად ჩანს რომ ლევან დადიანის ცოლი გაზრდილია ქართულ ესე იგი კულტურაზე მაგრამ როგორც ეს მოხდა მუხაჯირობა როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ და მოისპო ეს თავადაზნაურობა შეწყდა კავშირი ქართველებსა და აფხაზებს შორის თავადაზნაურობა ამოწყდა შუამავალი განადგურდა ერგოლია და რუსებმა დაიწყეს იმ სოფლიდან მოსული აფხაზების გარუსება და გამოყენება მათი მიზანმიმართულად ქართველების ანუ მოიშალა ერთიანი ცნობიერება რომელიც მატარებელი იყო მხოლოდ დაზნაურობა და არა მოსახლეობა აფხაზური ეს ძალიან საინტერესოა ამიტომაც ახლა საუბარი იმის შესახებ რომ ჩვენ ახლა უსებ დაждდებით იქ და დამეგობრდებოდით არ არის სწორი იმიტომ რომ იმათ აქვს თავის პოზიცია ესა ჩვენი მიწა ესა ჩვენი ისტორია ჩვენ სამშობლო თქვენ ხართ აქ მოსულები ჩვენ გვეძახიან პარაშუტისტებს აი იყო ასეთი მწერალი ფაზილი ისკანდერი რომელიც იყო წარმოშობით სპარსელი მაგრამ წერდა რუსულ ენაზე მან დაწერა რომანი სანდრო ჩეგემინა სანდრო იშეგემა და ჩვენ გვეძახებს ინდურცებს მეგრელებს ინდურეთს ინგურ ანუ ვინც გადმოსულია ინგურის აქით ამგეს ხო და ამიტომაც ეს მოსახლეობაში მთლიან ზის ამიტომაც იმის ილუზია რომ ისინი ფიქრობენ ჩვენ დაბრუნდებით ეს და აბსოლუტური ილუზია ასე კი სისულელი ის კი არა ახლა რა შეა საქმე მათ იციან რომ ისინი რუსლებია ხო შეჭამენ რუსები მაგრამ ჩვენი უფრო ეშინიათ რატომ იცით იმიტომ რომ თუ 20 არიან მარტო ვერაყედო ესე იგი ჩვენთან კონტაქტი რახან არა აქვთ ინარჩუნებენ თავის ისტორიას რუს ეხლა სულ ინტერესებს ლეომერი აფსუარი ქართველი ხო რა სულ ინტერესებს პრობლემა მაგრამ ჩვენ რო ჩავდივართ რომ ბრუნდებით ხო ჩვენ ხომ ისტორიას უნდა უთხრათ მათ უნდა ვასწავლოთ და ჩვენ მათ ერთ-ერთზე უგებთ ყველაფერში უგებთ გამიგეთ და ისინი კარგავენ იდენტობას გამიგეთ და ის თავარი რაც მათ აქვთ ის გაუფასურდება გამიგეთ და ფაქტურად გინდა არ გინდა ისინი ან გაქართლდებიან ან შეინარჩუნებენ რაღაც თავის პატარა ანკლავს პატარა ავტონომიას სადაც შეეცდებიან თავიანთი ენით რაღაცა შეინარჩუნონ ენა კულტურა დამწერლობა და ასე შემდეგ ძალიან გაუჭირდება ამიტომაც ისინი ბოლომდე არიან ჩასაფერებული ამას ისინი არ მოდიან არანაირ მოლაპარაკებაზე ჩვენ სამწუხაროდ ამიტომაც ეს ილუზია რომ ჩვენ მშვიდობია ნუაგვარეთ პრობლემას ეს და ყველაფერი ზღაპარი უბრალოდ აი თავს ნუისულელებ უბრალოდ გამიგეთ მე ასე მიმაშინებ პირადად იმიტომ რომ რამდენს შევხვდი ხო აი აქ ჩამოსულებს არც ჩვენ და საუბარი არ უნდა არც ეს კუნდალობა ხო უნდათ ბატონო ახტანგ უნდათ მაგრამ საუბარი არ უნდათ მაგრამ როგორ მოხდება როგორ გამithარდება ეს მოვლენები ეს ძალიან ძლიერი საფიქრალია მაგრამ აქ არის ერთი პატარა და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენთვის როდესაც უკრაინასაც ჩაითრიეს ომი რუსეთში მიდის სრული გამოფიტვა რუსეთის იმპერიის ეს ყველა ხედავს უკვე რომ ეს ხედავდე აქედან ირანს უტყამს ამერიკა ისრაელი მაქსიმუმ ერთ თვეზე მეც ისინი ვერ გაუძლებენ და ფაქტურად რუსეთი დაკარგავს სერიოზულ დასაყრდენს ირანის სახით და ის ვერ გაუძლებს ამ ხელაწინააღმდეგობას. რასაკვირველია, პუტინს ხელს არანაირ მოკიდებს, ის იქნება იქამდე იმპერიის სანამ თავისიანები არ ჩამოაგდებენ. სანამ ცოცხალი იქნება. მისთვის ომის დამთავრება მშვიდობიანი იქნება თუ გამარჯვებით იქნება აი სიკვდილის სტოლფაში. დიახ, მისი სიკვდილის სტოლფაში. ამიტომ ის ბრძოლეს ბოლომდე. ის არ არის გიტლერი, რომ თავი მოიგოს. ასეთი არც გებელსი არ არის და არც გერინგი არ არის. შიშარა კაცია და ძალიან ხო შემთხვევითი კაცია ხელისუფლებაში. აბსოლუტურად. ამიტომ ის რუსეთს ითრევს და ითრევს. აი პატარა ფაქტს გეტყვით. რატომ არ მონაწილეობენ ამერიკელები მის მოშინებაში? 44 წელს ასეთი კაცი იყო სუდოპლატოი, პავლე სუდოპლატოი. სუდოპლატო კი. ის იყო ბერიას მოადგილე კონდაზვერობაში, დიახ. და ის წერს ტერორისტულ აქტებსაც ეგეგმავდა. კრემლი ლუბიანკა ის წერს რომ ჩვენ შევთავაზეთო სტალინს ესე იგი გიტლერის ფიზიკური ლიკვიდაცია, კი. სტალინო ჩხუბი არ გიტეხავ, რას ამბობთ? ეხლა თქვენ რომ გიტლერი მოკლათო,
ხელისუფლებაში მოვლენო სხვა ძალები. ამერიკელი ძალები, კეთილობელი შემოყოლებენ ამერიკა და ჩვენ დავჩებით და ჩვენს აზრებს. პირიქით, მე მაწყობს რომ რა მე იქნება. სადავეში მით ჩაძირავს გერმანია. სანამ ბერლინამდე არ ჩავათო, მაგანამ მაგის სექტორი არ შეიძლება. ამიტომაც ამერიკელებს აწყობ პუტინი, ახლა ამერიკელები ამკვდებიან იმაში უკრაინაში აზრდებენ იარაღს და ერთი წელი იქნება თუ ორი წელი იქნება, მათთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არა. თავარია რომ რუსეთს იმაზე მიტის გაკეთება უკრაინაში, რაც ახლა მან დღეს გაკეთა, არ შეუძლია. აკა ორი მომენტი. პირველი, უკრაინა ხალხმა დაამტკიცა რომ ის არის დამოუკიდებელი ერი, ის არ არის რუსეთის ნაწილი, არასოდეს უკრაინა რუსეთის ეძახია. უკრაინელი არის ერი, იყო ასეთი კი აი ვამბობს პუტინი ლენინმა შექმნაო ისო. აქ უკრაინის ეს სისულელე. კიევსკე კნიაჟესტო ხარსებოდა. იყო ფსკოვსკე კნიაჟესტო, ვლადიმირსკე. აი კიევსკე კნიაჟესტო ჩამოყალიბდა უკრაინული სახელმწიფო. რატო არ ჩამოყალიბდა რუსული სახელმწიფო კიევსკე კნიაჟესტოში? რატო ჩამოყალიბდა ფსკოვში, ნოვგოროდში და იქ ცხოვრობენ პოლიანები, ყველა შორის. ტომი ერთ-ერთი აღმოსავლეთ სლავური ტომი არის თანამედროვე ეთნიკური უკრაინელების პირდაპირ წინაპრები. ასე რომ კიევის სამთავრო არსებობს მე-10 საუკუნიდან, ხოლო მოსკოვსკაია შეიქმნა ივანე კალიტას დროს. და იყო სულთა მონღოლური სამთავრო. ასე რომ უკრაინელ ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება, ქონდეს თავის სახელმწიფო, ის კიევის სამთავრო თავის ტერიტორიის, თავის კულტურით, ეს არის მათი კულტურა და არაფერი შეხება მაგალითად მონღოლების, ესე იგი რუსულ-მონღოლურ ნარევთან. ასე რომ ჩვენთვის არის ძალიან კარგი პერსპექტივები ამ თვალსაზრისით. კიდევ ერთი მომენტი, ჩრდილო კავკასიის ფაქტორი. თავიდან აქ იყო ჩამოსული კავკასიელი, ჩვენ მქონდა მათთან საუბარი, იმათო თავიდან მქონდა ცუდი პოზიცია ჩვენთან მიმართებაში. სულ სხვა ამბავი ახლა ეს შორს დაგვიყვანს საუბარი ამაზე, მაგრამ რა მოხდა იცით? მათ ეგონათ, რომ აფხაზეთი იქნებოდა თავისუფლების, ესე იგი, ოკეანე. საიდანაც ისინი გავიდოდნენ ევროპაში. და დაინახეს, რომ აფხაზეთი გახდა რუსული იმპერიის პლაცდარმი და პირიქით მუსტადინები რომ ჩაკეთოს ფლიანად ეს კავკასია და ამოჟიტოს ეს ხალხი ფლიანად, მათ არ მისცეს საშუალება მოსუნთქვის, ხო? შენი მიხვდენს რომ დიდი გადააფასეს რა. ჩვენს წინააღმდეგ რომ ომობდნენ ბატონო ახლა ჩვენი შეცდომების გარდა ეგ მოტივიც მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მომენტია თვალშორის. ჩვენი ხომეთახმები. ჩვენი პოლიტიკის ის არის ეს მინუსი, ახლა ეს არ ეხება ბატონ ზვიას და ბატონ მერაბს. საქმე იმაში რომ 18-20 წლებში როცა არსებობდა კავკასიის ღვთის რესპუბლიკა, იყო ასეთი რესპუბლიკა, თვალშორის საინტერესო ის არის რომ 11 მაისს ბათუმში მოხდა მისი აღიარება თურქეთის მიერ და არა თქვა ვლადიკავკაზში და არა გროზნოში და არა სხვა ქალაქში. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი გაიდარ ბამატი იყო ძალიან მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ. არის მთელი მისი წერილები, რომელიც აკითხული მას უყოლა და ის აი რომ ქართული ჯარი რო შევიდა აფხაზეთში რომ დაემარცხებინა ბოლშევიკები, ის ჩვენ ჯარს უწოდებს ბანდიტებს. და თხოვს გრაფ ესე იგი ფონ კრესენშტეინს რომ ესე იგი დაიცვას აფხაზი ხალხი ქართული ბანდიტებისგან. საქმე იმაშია რომ ჩრდილო კავკასიაში მაშინ ძალიან დაბალი დონე იყო ისტორიული განვითარება. არც ჩვენთან იყო მაინდამეც მაგარი. ამიტომაც მათ წარმოუდგენლად არ ხმობთ რა იყო აფხაზეთი. თორე ისინი ამბობენ რომ აფხაზეთი ჩვენი ნაწილია, ხო? კოსტრავად, მაგრამ ასეთი წარმონაქმნი როგორც არის კავკასიის ღვთის რესპუბლიკა, წარმოუდგენლად 1918 წელს. მანამდე ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე არასდროს არ არსებობდა რაიმე სახელმწიფო წარმონაქმნი. თავის გამოკვეთილი სახელმწიფო სისტემით, იდეოლოგიით და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, არასდროს არც აფხაზეთის სამთავრო, არც აბაზგიის სამთავრო, არც აფშიდეთის სამთავრო არ იყო არც ერთი პოლიტიკური წარმონაქმნის ნაწილი ჩრდილო კავკასიაში. აბა მაშინ როგორ არის ეს აფხაზეთი შენი ნაწილი? ხო? არის ტყუილ ინფორმაცია, მაგრამ მაშინ ასე ეცდებოდა, ასე იქმნებოდა ეს. და როცა აქ ომი დაიწყო აფხაზეთში შევარდნაძე, სპეციალურად ესე რომ აფხაზეთი მოეგვიძა საქართველოს. მაგას ტახტის შენარჩუნება უნდა. და მოსკოვის დავალებაში ასრულა. აუცილებლად. მაშინაც ინფორმაცია იყო ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. ახლაც ინფორმაცია არის, ვაკუუმი არის. არაენ არ მუშაობს შუა კავკასიაში, თქვენი ბუნებაში, ბუნება ვერიტას სიცარიელეს, ვერც ვაკუუმი არ უყვარს. ისტორია იტას სიცარიელეს, მაგრამ არანაირი სერიოზული მუშაობა საქართველოს მხრიდან თუნდაც ხელისუფლება, თუნდაც ოპოზიცია, თუნდაც რაღაცა არასამთავრო ორგანიზაციები ეს ვაკუუმი რო შეავსო, არ არსებობს უბრალოდ. არ არსებობს. ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო სოხუმის უნივერსიტეტი, დღესაც არის, რომელსაც ხონდა ამის გაკეთება დიახ. ჩვენ ყავდა წინვალე რექტორი, ყავდა კითხავს ამბობ ღმერთმა, როგორც ყავდა მოსამობ რომ დღეს არაა ჩვენი რექტორი, ძალიან დიდი სამუშაო გაწია. სოხუმის უნივერსიტეტი გადააქცია ერთ-ერთ წარმატებულ ჟორდანია, ხო? არა. ხონელიძე ზურაბ. ზურაბი. ხო, ესე იგი, რას გავდა რომ შეხვიდოდი სოხუმის უნივერსიტეტში, ხო? ბრწყინვალეს უნივერსიტეტია, ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა დიახ. უნდა და საერთაშორისო სტატუსი მიეცა, არ გამოვიდა საფრთხარო დიახ. ის ბევრს ბევრ ვაწლი აქვს მას ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ. აი მას თო დასლოდა, რომ ქონოდა მას სერიოზული დახმარება,
ის შეიძლება უკვე გასვლას შუა კავკასიაში და სერიოზული კონფერენცია ატარებას. და რით ეხსნით აი ამ კავშირების არ ქონდათ შეგნებული არა, ხო, ნუ საქართველოს ნების არ ქონა ინტელექტის ინტელექტი ჩვენ გვაქვს. არა, მე კავშირზე გეუბნები. თითქოს შესაქმე სურვილი არ არის ამისი. მაგას გეუბნებით, ნებელობა არ არის მეთქე, აბა რა გითხარით? ხო, არ არის ნება. ნებელობა მთავარი. ხო, არ არის ნება, აი როცა შველაპარაკობ სოხუმის უნივერსიტეტზე, ხო? მე არ ვიცი, მე კონკრეტულმა პიროვნებამ არ ვიცი საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია აფხაზეთთან მიმართებაში. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? ეს საკითხი პირდაპირ მიბუნია სოხუმის უნივერსიტეტთან. პირდაპირ. კი ბატონო, საჭიროა რეფორმა, ვინ ამბობს რომ არა საჭირო? სკოლაში საჭირო რეფორმა, ძალიან ძიმე დღეშია სკოლა, უმაღლეს განათლება. კი ბატონო, მაგრამ სოხუმის უნივერსიტეტს აქვს თავისი პოლიტიკური სტატუსი. ეს სულ სხვა ფენომენია. ამისი ჩაბმა, განხილვა ზოგადად განათლების რეფორმში არ ჯდება. მე არ ვამბობ იმას, რომ არ უნდა გადაიხედოს ფაკულტეტები, რაღაც საგნები არ უნდა შეიცვალოს და ასე რაღაცა. მე ლაპარაკობ ის უნდა შენარჩუნებული იყო იმ საკითხით, როგორც იყო, რატომ ახლა? თუ ჩვენ ვაპირებთ დაბრუნებას აფხაზეთში და თუ ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი, კიდევ ვიტოვებ სურვილს, ესე რომ არის ეს მიზანი, მაშინ პირიქით ამ იდეას ხელი უნდა შევუწყო ბოლომდე. უნდა გაეძლიერება სოხუმის უნივერსიტეტი. როგორ შენ ესე იგი გინდა გადაიყვანო ისტორიის ფაკულტეტის 3 წლიან ბაკალავრიატზე ისტორიის მასწავლებელი, სადაც საგნების 60% იქნება პედაგოგიაში. და ჩვენ არ ყავდა ისტორიკოსები იქ აფხაზეთში. ჩვენ არ ყავდა სპეციალისტები ენის. და ამან გამოიწვია ეს ფაქტი, რომ რამდენ გაუგებრობაში ვიყავით აფხაზეთში. ღვთისწყალობით შეიქმნეს ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთის სკოლა. ჩვენი კადრები, აი ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, წყინვალი კადრებია ყველა დარში. უმრავლესობაა ჩვენი ხალხი, აფხაზეთის ქართველები. უმრავლესობაა, ხო, დიახ. ამ კადრებს შეიქმნა, ამ კადრებს მე რომ უშვებ შენ რომ ამცირე. თუ ჩვენ ბრუნდებით სოხუმში, ეს კადრები საიდან მოვა მე? კადრების დაშლას არაფერი და შეგრობა წლები უნდა. ამიგეთ? ამიტომაც როცა ვამბობთ უბრალოდ სოხუმის უნივერსიტეტზე, უნდა დაისვას შეკითხვა, ჩვენ აფხაზეთში ბრუნდებით თუ არ ბრუნდებით? ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია სტრატეგია აფხაზეთის დაბრუნება თუ არ გააჩნია? თუ ეს სტრატეგია გააჩნია, მაშინ რაში მდგომარეობს ეს სტრატეგია? მე პირადად 8 წელი მუშაობდი, ბოლო 8 წელი ბატონს ვურავდა, მე არ გამიგია ვინმე მოსული იყოს წარმომადგენელი ხელისუფლების გახარია როგორ იყო ისა ხარიბაშვილი და ჩამოეყალიბებინოს აგივე ბატონ კობახიძეს, რომ აი ჩვენ ასე გვესმის ეს პრობლემა. მე არ გამიგია რაფერი. კარგი ბატონო შემო. ასე უცხოხილია ბატონო ვახტანგ, მაგას ვისახავ. მე მინდა, მე შეიძლება ვწდები და მინდა რომ ვწდებოდი. კარგი. მაშინ ავიღოთ მშვიდობიანი მოგვარება. კი ბატონო, იყო მშვიდობიანი მოგვარება. კი ბატონო. კარგი. მაგრამ მშვიდობიან მოგვარებასაც გვაჩნია თავის ტაქტიკა. აუცილებლად. სტრატეგია. სადა არის სტრატეგია? ერთ-ერთი რაც თქვა ბატონმა ბიძინა შარშან, ესე იგი გორში ამორჩევდა შეხვედრაზე, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვხადოთ ჩვენ ძმებსებს და რომ მოღალატე იმან ვაქვემას ლაცოვა მოძებნებამ გააჩაღა ომი, ბატონო. გადიდი ბოდიში, მაგრამ რატომ მიხეილ სააკაშვილიდან ვიწყებთ? დავიცო გაგვარს ზედამსახურდია არ მოუწყო გენოციდი ბწყალებში უსებს? ვალიკო ჯუღემა არ მოუწყო 18 წელს გენოციდი უსებს? ბოლშევიკების დროს. მანამდე უფრო ადრე ჯაყოს ხიზმები რაზე არის აგებული? გიორგი ბწყინვალის დროს თუცა ჩამოწოსები გიორგი ბწყინვალი არ მოუწყო გენოციდი უსებს? შემდეგ ვახტანგ გორგასამ არ მოუწყო ამაზასმა. კი. ეს უთავოდ გრძელდება. დიდი ისტორია. ქართველები დავჟე და თეით ჩვენ ცხოვრება უნდა იყოს სულ მონანიებაში და ესე იგი სინანულში, რა თიშა. მიწა უნდა ვიყაროთ თავზე. ამბობთ იმას, რომ ჩვენი ვინანიებთ, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ცნობ სამხრეთ ოსეთს როგორც დამოუკიდებელ. აუცილებლად. და მეცად ბატონო ვახტანგ, აი ბავშვები არა ვართ, კაცო, ან ჭიპი გვაქვს მოჭრილი რა. ეს პირდაპირ მითითება არის იმისკენ, რომ კონფედერაცია შეიქმნას იმის საფუძველზე, რომ რუსები გაანთავისუფლოს დანაშაულებრივი ქმედებებისგან, რომელიც მან ჩაიდინა ცხინვალში და აფხაზეთში განსაკუთრებით. აი კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო? აი ეგ არის თავარი ლეიტმოტივი. მაგალითად მე ვწდები. მე მინდა რომ ვწდებოდე და ვამბობდე რომ მე ვწდები, არა ეს თუ. კი ბატონო. ჩამოვიდეს ხელისუფლება, მოვიდეს სოხუმის უნივერსიტეტში, შეხვდეს მოსახლეობას. სოხუმის უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი ინტელექტუალური ძალა მთელი აფხაზეთის. გვითხრა ღია, რას აპირებენ? რა უნდათ? აი, როგორ აბრუნებენ აფხაზეთს? 13 წელი გავიდა უკვე, ხო? მით უმეტეს რა პროცესები მიდის უკრაინაში, რა ხდება ირანში, ხო? მთელი სიტუაცია ჩვენს გარშემო არის ძალიან კეთილი სურველი. ძალიან ესეთი სასარგებლო მომენტები ჩვენთვის არასოდეს ახო. არასოდეს ყველაფერს თავი დაანებოთ, კაცო, ისტორიას არ ახსოვს. ბატონო ვახტანგ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რო გაერთიანებული ყოფილიყო, ეს დიდ სტრატეგია, არა ლოკალურად, არამედ გლობალურადაც. ეს არის ისტორიას არ ახსოვს და შენ წინ არის ეს. და ხა რატომ იჩანჩალებ შენ ისტორიის უკან? რუსეთის ამბავს წასულებას არაფერაშვილეს უკვე. არაფერაშვილეს. ის ვერ განუვა მდგომარეობა და რუსეთს ორი გზაა. ან გადავიდეს
პოზიციაზე დასავლეთის გაერთიანების ევროკავშირში, ნატოში და გახდეს სრულფასოვანი წერი დასავლური ცივილიზაციის, რუსული კულტურა სხვა შორის არის დასავლური ცივილიზაცია. თავდაპირველად არ გახსოვთ სულ პირველად მაგის ცდელობა იყო და ევრო რა ქვია ევროსაბჭოში წარმოადგენელი იყო და ნატოშიც ყავდა წარმოადგენელი რუსებს სხვათა შორის. ერთ-ერთი პარტიის ლიდერი ხო გაგახსენდათ ეს? და მეორე ვარიანტი, მას ემუქრება ძალიან უსიამოვნო პერსპექტივა გახდეს ჩინეთის ერთ-ერთი ულუცი. ეს მათი არჩევანია. ჩვენ არ ვერვით მათ საქმეებში. მე როგორც ქართულს, თქვენ როგორც ქართულს, ბუნებრივად ქართველებს ჩვენ გვინდა რომ ყავდეს მეზობელი ნორმალური ქვეყანა, დემოკრატიული, მართლმადიდებელი ქვეყანა. მათ თვითონაც არ უნდათ ეს. მათ ყველა ისინი ყველა სახელმწიფოს წაეჭუბნენ. რომელ მართლმადიდებლობაზეა ლაპარაკი, როდესაც შენ ეჭუბები ვის? მართლმადიდებელ საქართველოს, მართლმადიდებელ უკრაინას, მართლმადიდებელ მოლდავას. და მათი მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცავს რუს ახალგაზრდა 18-ის ბიჭს და უნდა წადი შენ მოკალი მართლმადიდებელი შენი ძმა სლავი. ეს მართლმადიდებლობაა? უფრო მეტიც კაცო ლოცვა კურთხევას აღავლენ იმ ბომბებისადმი რომელიც უკრაინაში მიმართულებით იბომბება. ხო არის ეს? ჩვენ ქართველები საერთოდ ვართ ძალიან ქრისტიანი ხალხი, ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი ერა. სამწუხაროდ ეს ქრისტიანობა ჩვენ ქრისტიანობა ჩვენი ძალა არის და ჩვენ სულით და გულით გვინდა ესე იგი რომ ეს ხალხი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. მაგრამ იმისათვის რომ მეგობარი ჩავარდება წუპეში და ცუდად არის, მას თუ ამის სურვილი არ ექნება, შემოს ვერ დაეხმარები. კარგი ბატონო ახლა თქვენ შესანიშნავად დაგაქვთ ეს ეგნე ბატონო ახლა კონფლიქტი აფხაზეთში ისტორიული კანონზეც საბეჭდე შესრულდა სულ ახლახან აჩუქა მე და მადლობა ამას ამისთვის ვლადიმერ პუტინი და რუსული იდეის დასასრულის დასაწყისი სადაც ძალიან ღმად აი ნიკოლაი ბერდიევის რომელიც მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის სალავიოვის და ამ დიდი მოაზროვნეების ასე თქვა საფუძველზე არის ეს რუსული იდეა დანახული რომელიც წარმოსახულია შემდგომ ტრანსფორმირებულია რაღაც ძალიან ცუდი მიმართულებით ბერდიევი და სალავიოვის თავარი სულიერი იდეა ამოგდებულია გამოშიგნულია და მხოლოდ მეორე მხარე ასე თქვა იმპერიული ის რაც არის რაღაც ჩინგისხაენის ასე თქვა მომენტებით არის ეს განაყოფიერებული ბჭყანებში რა თქმა უნდა და იესო ქრისტე ეს მიერ გამოთქმული გენიალური და ამავე დროს კომპრომისული რა მე გამონათქვავი მიეცეთ კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ ერთი არის სხეული თავისი იმპერიით სახელმწიფო თავისი უხეში ძალით მოდი ცივილიზაციით ეს დავარქვათ და მეორე მხარეს არის მარადიულობა სული ანუ ადამიანი ეს არის სულის და ხორცის ერთიანობა ხო ისევე როგორც კაცობრიობა და გარკვეული კონკრეტული ასე ვთქვათ სახელმწიფო თუ კულტურული წარმონაქმნი ამათ შორის ჰარმონიზირებული უნდა იყოს ეს ურთიერთობა ისე არ არის რომ ერთმა შთანთქოს მეორე და ანუ პირიქით რა როგორც ასეთი აი მაგ რუსებს ყველაზე უფრო ეგ დაემართათ ჩინგისხაენის ასე ვთქვათ გენმა ძლია აი მართლა იმ დიდ კულტურულ პირველ საწყის სულიერ პირველ საწყის ეს ბერდიევი და იმაზე ოპერირებენ და წმინდანები კიდე აფრთხილებენ სერაფიმ საროველი და თავი დაანებეთ აი ამ ქრისტიანულ ღვთისმშობლის წელხვედ მიწას საქართველოს თორე ძალიან ცუდად შემოგიტრიალდებათ იყო ბევრი ბერდიევსაც ეგ სხვათა შორის თავის ნაშრომებში და აფრთხილებს თავის იმას რომ არ გადავიდეს სხვაგან და Татрулма, русулад витყვი რა, Россия победит только в том случае, если он себе преодолеет татарщину, რა. ანუ რა, ქართულად რო ვთქვათ, რუსები სულიერად გაიმარჯვებს იმ შემთხვევაში, თუ აი ამ გენეტიკური ჩინგისხაენის თათრულ გენს ძლია, ასე თქვა, სულიერმა საწყისმა. ეს არ თქვა ამ კაცმა რა, დაუბარა და დღეს რას უყურებთ, ამის საწინააღმდეგოდ აბსოლუტური თვითგანადგურება რა. სხვა კაცობრიობა მეტი კი არაფერი არ არის ამ იმის. ამათი უბედურება რა არის ამ რუსების კულტურა ძალიან დიდი აქვს უნდა ვაღიაროთ ესა ეკლესია მხატვრობა მუსიკა თეოლოგია ფილოსოფია ლიტერატურა პოეზია ძალიან მაგრამ უბედურება რა არის ეს ვერ მოქმედებს ასე ვთქვათ აი სახელმწიფოზე ვერ შედის ჰარმონიაში როგორც ასეთი და შედეგად მივიღებთ რაღაც უბედურებას თუ ნებისმიერი ერი შედგება რისგან კულტურისგან და ერისგან და პოლიტიკისგან ხო ელემენტი ამათ შორის თუ არ არის თანაარსებობა და სწორედ განსაზღვრული ეს ჰარმონიზაცია ეს არის რაღაც ამ გადაშენებით მიდის ამ პათოლოგიისგან
ჰიტლერსაც დაემართა გერმანიას ეგ სხვათა შორის და დიდერებსაც ემართება. იაპონიასაც. კი ბატონო, ემართებათ რა, როგორც ასეთი რა. ზოგიერთს არ აქვს ესეთი დიდი კულტურა, როგორც ასეთი, მაგრამ აი ეს მარცხაჯულება, ეს სისტემა კულტურის და ცივილიზაციის ურთიერთობა დარეგულირებული აქვს. ამათმა ვერ შეძლეს ეს და ფაქტია. ახლა პუტინი რო ლაპარაკობს, რომ ჩემი იდეალი ეს არისო, ვითომ კითხულობს, ისა ბერდიევი და მეორე ილინი რო არის. ილინი კი ფაშისტი იყო. ფაშისტი იყო, ხო და რაფინირებული ესეთი ფაშისტი, ხო რაღაც ესე. და ბერდიევს და პუტინს რა აქვს ერთმანეთთან საერთოდ არაფერი რა. ხოდაშორის მონღოლებს დაემართა და ესეთი უთაბოლო უაზრო ომები, რომელიც იყო ორიენტირებული მარტო ძარცვა გლეჯვაზე და რა სისტემური სახელმწიფო შექმნაზე, გამოფიტა მთელი მონღოლის იმპერია. იგივე საკეთებენ ესენი. 1953 წელს ხოდაშორის. რომაში? 53 წელს, როდესაც აი პოლიბროსტომები იმართებოდა, ბერია ბუნებრივი აკეთე აგზელებდა სტალინის საქმეს, ის ხედავდა რომ თუ იმპერია ტრანსფორმაცია არ მოხდებოდა, ხო? დიახ. იმპერია დაიყურებოდა. და არის ძალიან კარგი მემუარები მოლოტოვის. ეს შეიწერა ჩუევი ასეთი წერალი, ფერდი ჩუევა. და ის ეკითხება, აი ბერია რომ მოიცილეთო რა. ჩულეს ფილოსოფოსი რო იყო, ჩუევი, წერალი იყო. და ეს მოლოტოვი წერს რომ სხვადასხვა როდესაც ბერიამ დააყენაო საკითხი გერმანიის გაერთიანების, იუგოსლავიის გაერთიანების ჯარების გამოყვანის ევროპიდანო, ჩვენ ყველა წინააღმდეგ წავედითო მისიო. და მე ჩვენ ხარი დაუჭერეთო ხრუშოვს, თვითონ ხრუშოვი იყო რუსი პატრიოტი და ბერიას ფეხებზე კი დაო რუსეთი, პირიქით იყო. ისაც ბერიას გაკეთებულ უნდა ის რომ გაიკეთებინათ, ხო? ხო, თავის დროზე. ისინი გერმანიის სახით მათ ეყოლებოდა სტრატეგიული პარტნიორი უბრალოდ. და თელის მილიარდები რომელიც იხარჯებოდა ისტორია სხვანაირად წავედოდა. ხო, რომელიც იხარჯებოდა უაზრო და ამ ევროპული სახელმწიფოების დამონებაზე, დიახ, მოხმარდებოდა საბჭოთა კავშირს. კი, საბჭოთა კავშირი დღეს ამ ფორმით ვერ იარსებებდა, მაგრამ კიდევ დაშლილი იყო, იქნებოდა ძალიან ნორმალური ურთიერთობა ხალხებს შორის. ანუ მაგრამ მონღოლურმა გენმა, აი რუსული გამოთქმა, პასკრებიოშ რუსკობა და რუსი ტატარი და გადაფრიკა რუს აღმოაჩე მონღოლს. მონღოლმა გენმა იმძლავრა და რუსეთი მიიყვანა კატასტროფა რა, ფაქტიურად დაიპყრო. დიახ. და ფაქტიურად აი მე არ ვიცი ახლა თვითონ რუსები ამბობენ რომ დამთავრდება ომი. იქნება ქაოსი რუსეთში. რა თქმა უნდა, სამოქალაქო ომი იქნება. 91 სუბიექტია ფედერაციის, 26 ავტონომია. შედავთ რა ამბავი იქნება. თვითონ დასავლეთს არ უნდა მაგის დაშრა, პირველი მტერი დასავლეთია, მაგრამ უმართავი პროცესები. იმიტომ პაუზას ემიტო იჭერს. კაც მარიც რა მოხდება? ძალიან ურთულესი საკითხია. იქიდან ჩინეთი, აქედან ისა და იქიდან ყველას თავისი პრეტენზიები გაუჩნდება. აქ ჭირდება ახლა ამ პერიოდში. თან ეს მუსლიმი რეგიონები როა, ბატონო ვახტანგ, გაზზე და იმაზე ზიან. ყველა ნავთობზე და უმდიდრესი რეგიონები. რუსეთი არ აქვს არანაირი რესურსი. არანაირი დაშლა ევროპას არ უნდა მაგათ. ის პირიც იქითაა ყველაფერი. რა თქმა უნდა. ჩვენ რასაკვირველია, მე არ ვარ ჩვენ ტერები რუსები, ჩვენ არ გვიყვარს ეს სიძული არ არის კარტოკასის ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი უბედურებები დაგვმართ. ძალიან ბევრი, მაგრამ ჩვენ მაინც ვუსურვებთ რომ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ თვითონ სულრიბულს რომ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, მე პირადად ვერ ხედავ მაგალითად. იგი მიენდო სოფელსა, ვინცა თავისა მტერიაო, რუსტველი რო ამბობს, მაგაზე არის უპირველესად ნათქვამი. პრობლემა რა თქმა უნდა. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვერ ჩამოვეკიდებით რუსეთს და ვერც ირანს. გამოცხადდა ძალიან კარგად. ჩვენი ორიენტაცია არის დასავლური ორიენტაცია, ევროპული ცივილიზაციის წარმომადგენელი, დიახ. და კონკრეტულად ევროკავშირთან ინტეგრაციის და ნატოსთან დიდი სისულელი ეს ეგრეთ წოდებული ბოდიშობანა რო დაიწყო ამ ბედულათმა, საერთოდ უწიგნური ადამიანია. ელემენტარულად, კაცო, აქ არის ორი არჩევანი, ბატონო ვახტანგ, არ არის მესამე და მეოთხე. ერთი ეს არის ევროატლანტიკური, ასე ვთქვათ, სივრცე და მათ შორის ინტეგრაცია და შენი კუთვნილი ადგილის დაკავება ინდივიდუალურად ვამბობ. ათხვეფა კი არა, ინდივიდუა და თვითყოფა და შენა. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა და მეორე რა არის? აბსოლუტურად გაურკვეველი რაღაც, გაურკვეველი რა რაღაც ევრაზიული წარმონაქმნი. თვითონაც რო არიციან იმ არქიტექტორებმა რაღაც შემოაგდეს შემდგომ ამ ომებმა და ამ ყაზახეთი რო გამოიყვანა ანგლოსაქსებიდან ამ გავლენით, იქ ჩინეთი რო გაიყვანა თამაშიდან, ირანის დაბომბვა, ამეს ისენი და მთელი რიგი ოპერაცია
დეკლარაციები მიდის და ეს იდეა საერთოდ აი ეს ევრაზიული წარმონაქმნი როგორც ალტერნატივა იყო კაცო ევროკავშირის და ნატო ესე იყო რა პირდაპირ ახლა უკვე ესეც ხრება ქიმერასავით ხო რაღაც მოჩვენება რო არის ანუ მესამე ზალა მესამე ეგრეთ წოდებული პოზიცია ნეიტრალიტეტი არის სისულელე და საბავშვო ბაღშიც არ უნდა ისწავლებოდეს ეს ყველაფერი თუნდაც მიუმხრობელი პოლიტიკის გატარება აი ბიძინა მე მოინდომა რა ვითომ მიუღო ბოდიშობანა იმიტომ დაიწყო რომ მესამე ძალეს და მესამე ბანაკში მესამე ბანაკი არ არსებობს ზურფასო მეგობრებო გაიგეთ ანიკა ხარ ანაკა ხარ ეს თქვენ ბრძანეთ ამ ევრაზიულ იდეოლოგიაზე რომელიც დაამუშავეს ვითხრან იქნებ ჩვენ შევიდეთ ბატონო ხარ რა შესაძლოა 20 საუკუნეში დაინგრა რუსეთის იმპერია მაშინ იყო ძალიან მომხიბვლელი იდეოლოგია პროლეტარებო ყველა ქვეყნას და გაერთიანდა დიახ და ამ იდეოლოგიის საფუძველზე მოსკოვმა კრემლმა სისხლით გაერთიანა იმპერია დღეს არანაირი მომხიბვლელი იდეოლოგია არ არსებობს რუსეთის იმპერია აღადგინა იდეოლოგიის გარეშე ჩვენ ვერ აღადგინა იმპერია რაც შეეხება ევრაზიულობას თქვენ ბრძანეთ ხო ეს არის ხო სავისკი წიგნები გუმილოვის იქ გამოკვეთილად კი აი საერთოდ არ ჩანს რას ნიშნავს ეს ევრაზიულობა რას ეკნობა ეს აბსტრაქტული წარმონაქმნია რა ქრისტიანობა არის მუსულმანები არიან რას ერთუას მაგალითად არა რომელი ქვეყნები ერთიანდება ხო უნდა მითხრა კაცო რა სახეს სივრცობრივი გაერთიანება რა ფუნდამენტზეა რა სტატუსია აქვს ეს ხო რომელი ქვეყნები შედის როგორ ნაწილდება ეს ყველაფერი ხო უნდა მითხრა არც ერთი თუ აბსოლუტურად ახლა ანუ შტაინთქა ეს უკვე რა აი ახლა რა სიტყვია სამშობილი იდეოლოგია ევრაზია ვიტო ბატონო ვახტა მე 2 წელი თუ შარშან კიდევაც ეს მედვედევი რა პეტერბურგში გამოვიდა და ეგეთი რაღაცაც გაბედა მაშინ რა თუ 2 წლის წინ იყო დაახლოებით ეგეთი ის ხო არ არის ვიღაცა ხო არა ვიღაცა კი არის თავისი გონებრივი მონაცემებით მაგრამ ნუ ახლა სტატუსი აქვს ხო და რა თქვა რომ საბჭოთა კავშირის დასვლა არასამართლებრივი იყო და მისი დემონტაჟი სამართლებრივი არ მომხდარაო და ჩვენ ასე თქვათ ძველი მიმაზე ვდგევართო და ამის ტრანსფორმაცია მოხდება უნტკინეულ და ეს ჩვენო რუსმა და მისმა ევრაზიულმა იმან უნდა გააკეთოს. აი ესეთი რაღაცა თქვა ღიად. ეს არ არის ჟურნალისტის საქმეების მიწებული ცდელობა. ხო, ნუ ახლა კიდე ერთი მორიგი უბადრუკი. ბოლო უბადრუკი. ცდელობა რაც გამოიწვევს დიდ ქაოსს თვითონ რუსეთში. ჩვენ ძლიერდებით ყველა იმპერიის განაპირა ქვეყნები და რუსები კი ეპლობა ჭაობში. არა, საშენელებაა რა. ჩვენ ამის არაერთი სურვილი არ აქვს. ჩვენ გვინდა ისე კიდევ ვიმეორებ ნორმალური ქვეყანასთან ურთიერთობა. ფინელებსაც კაი ანდაზა ირჩევენ მეგობრებს და არა მეზობლებს. ბიჭო, ფინეთს რო ავიღოთ, კიდე ამად გასაგონად ლაპარაკობთ. ვინმე თუ იხეირა ნეიტრალიტეტით, ეს იყო ფინეთი, რომელმაც სხვათა შორის 300,000 რუსი ჩაწვა, სტალინმა 3 გენერალი დახვრიტა და უდიდესი ზარტყმა მანენგეიმი რო იყო. მის ნათლული მეფე სხვათა შორის ფინეთის მთავარსარდალი და შემდგომ პრეზიდენტი დიდი დარტყმა მიაყენა და იოსებ სტალინმა 3 გენერალი ისინი დახვრიტა და რა ვიცი ახლა უზარმაზარი სტალინმა შეამოწვა ჩვენი ჯარი რა დღეში იყო ჩვენი ჯარი ფაშისტური გერმანია და ამის შემდეგ ისინი გაერთიანდნენ მიიღეს კეკონენი რო იყო თუ გახსოვთ პრეზიდენტი და საბჭოთა პროდუქცია ეს იყო ხიდი ფინეთი იყო ხიდი საიდანაც საბჭოთა პროდუქცია ვრცელდებოდა ევროპაში ძალიან დიდი შეიქმნა რა მარაგი მაგრამ როგორც კი დაინახეს ფინელებმა და იმავდროულად შვედებმა რომელიც პეტრე პირველთან ომის წაგების შემდეგ აბსოლუტური ნეიტრალიტეტი ჰქონდათ გამოცხადებული აბსოლუტური ყველგან ყველა რეგიონში მომენტალურად შევიდნენ ნატოში. რატომ? იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი და მიუმხებელ ბლოკში გაწევრიანება არის დანაშაული. გაიგეთ, ჩვენზე გაცილებით მეტია ერთის და მეორეც. ყველა თვალსაზრისით, გინდა ბრძოლით, გინდა სახელმწიფოებრიობით, გინდა კონსტიტუციით, გინდა სამართლით და გინდა ადეკვატურობით, ხო? თითქმის ყველაფერი ჩამოთვალეთ, ხო? მაგრამ შევიდა იქ რატო? გარანტია ეს და იმიტომ კი არა, სხვა უფრო უყვარს ვიდრე სხვა ქვეყანა. გარანტია ჭირდება სახელმწიფო არსებობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლედ ვიტყვი. მოვაწერეთ ხელი ტრაქტატს 1801 დაგიუფრეს, ბაგრატიონელი მოაცილეს ხელისუფლებას, ქართული სახელმწიფო გაუქმეს. მოვაწერეთ ხელი 1927 მაისში სულთან და 21 საქართველოს დაეპყრო. სულ ასე იქნება ეს ყოთა. აუცილებლად. შეცილოთ გენიალურად რუსებისთვისო ხელშეკრულებას ისეთი ფასი აქვსო, როგორც იმ ქაღალდს რომელზეც ეს ხელშეკრულება იწერება. რუსები უწევენ აგეს ხოდახოდ ძალას. თუ ხელშეკრულების უკან ძალა არ დგას, არაფერს არატენა ქაღალდი. იგივე დაახლოებით ბისმარკსაც. საუბარი კიდევ ერთხელ საუბარი რუსეთთან ჩვენ მოვახდეთ
რჯულის ერთობის საფუძველზე მეგობრული ურთიერთობის დამყარებას არის წმინდა წყლის შესრულება. დემაგოგია და თქვენ როგორც ხედავ ბატონო ვახტანგ უფრო იხრებით იმისკენ რომ რაც ვიტყვი ამასაც. კი არ მიხსენ გასიეს ისტორია. არა, ვიტყვი დავაკონკრეტებ. ან დასტური მომეცეთ, ან უარყავით. რაც ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩაიდინა კატალონიაში, ხო. ისე უნდა მოიქცეთ? ასაკურველია. ამის გმანა. ანუ სხვა. როგორ მიგზალიე? ხო, ალიევმა გააკეთა უდიდესი საქმე და ის ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივად იქნა მიჩნეული ამ საქმეში, დღემდე ასამართლებენ და მთელი ევროკავშირი და მთელი მსოფლიო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ლობისტები ყავთ სომხებს საფრანგეთში განსაკუთრებით და კიდე ამერიკაში საფრანგეთში განსაკუთრებით რომელსაც სხვათა შორის თურქეთის გენოციდი მიაღებინეს საფრანგეთის მთავრობას. კარგად ვიცით და ამ ძალამაც კი უკან დაიხია. ანუ თუ შენ ნებელობა არ აქვს, თუ შენ გონიერება არ აქვს, თუ შენ მომავლის სწორი ხედვა არ აქვს, ის ქვეყანა და ეთნოსი ცივილად დაცაღუბად არის განწირული. არ გვინდა ამიტომ უცხო სხეული უნდა მოიცილო, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ამოცანა, რაც შეიძლება მშვიდობიანად. ახლა ბატონო ვახტანგ ორი სიტყვა კიდე მინდოდა იმაზე გეთქვათ, აი ეს პანიკა რო არის, დრონები ეს ისინი აფხაზეთში და ესენი. აი ამაზე თვითონ მე მივესალმები იმ ბიჭებს დაახლოებით 4,000 კაცია ქართული მინც იბრძვის უკრაინაში. უკრაინა გმირები არიან. ისინი იბრძვიან არა მარტო უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობას, არამედ საქართველოს განსანთავისუფლებას. გასაგებია იბრძვიან საქართველოსთვის. ის ვინც გარდაიცვალა ღმერთმა მათი სულები აწონოს. აი მე ტელევიზორში უსმენ ძალიან მოწეს. ეგენი ინარჩუნებენ ჩვენ ღირსებას ბატონო ვახტანგ. გაბარია ჩვენი პოლიტიკოსები ინარჩუნებენ. ძალიან სერიოზული ბიჭია, ძალიან კარგი გამსახურდია გიორგი. ძალიან კარგი ძალიან იჭერი თაობა მოდის, ძალიან ძლიერი ბიჭები მოდიან და მე ვიტოვებ აბსოლუტურად იმის რომ ჩვენ უახლოეს ხანებში ამ კრიზისის მდგომარეობიდან გამოვოთ. ძალიან კარგი. დარწმუნებული ხარ, ხო? საერთოდ ძალიან მშვიდად ვარ. გეტყობათ კიდე ესეთნაირად ჯერლობთ და ესეთი ისა გაქვთ რომ იმიტომ რომ ვიქტორ ჰიუგომ დავამთავრებთ თქვა გენიალურად დიდმა ფრანგ მწერალმა შეიძლება შეაჩერო უძლებელი არმიების შემოსვლა მაგრამ შეუძლებელიაო შეაჩერო იმ იდეის მოსვლა რომლის დროც მოვიდაო საქართველოს გაფრთხილების დრო მოვიდა და ამას ვერავინ შეაჩერებს ამაზე მეტი რა ვთქვათ და აი ძალიან მაგრადა თქვა კიდე რომ ეს ლოკალიზაცია რომ მოახდინოთ მაგ იდეას აი სულ ახლახან ერთ ფრანგი მწერალი არის ევროკავშირში თქვა რომ აი რო წავიდა ახლა რა დიდი გაუგებარია კაცო მთავრობა ერთს აკეთებს ის მეორეს ხალხი იქით ადგას დაუსრულებელი ეს მიტინგი აჯანყებები ტერორისტული აქტები და ადამიანების დამცირებები და საშინელებები და ასე შემდეგ ასე სანამ უკრაინაში დასავლეთი არ გაამარჯვებინებს, მაგრამ დასავლეთში სანამ არ გაამარჯვებინებს, მანამდე ეს გაგრძელდებაო რა. ყველაფერი კარგია. მე საბოლოოდ მაინც გუშინ რო ამარტე იყო და მინდა ქართას ზოგიერთი ამას აღნიშნავს, ზოგი არ აღნიშნავს, მაგრამ ქალების ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ესენი ვინ საპყრობილებიში არიან ეს ამაზრზენი რაღაცა რა. საერთოდ არ მინდა რომ ქალი ციხეში საშინელება ნუ ხო ვერ გავიგე საერთოდ ესე ელენე ხოშტარია და ამაღლობელი და 4 და 7 წლის დედები და მე ჩემი ღირსების შემლახავა დათვლი აი ჩემ პირად პასუხისგებლობასაც ვიღებ რაღაც იმაზე არა და ეს სტუდია მაგათოს ყოველთვის ღია და მხარდამჭერია და სოლიდარულია მაგრამ იმ დონეზე მაინც უნდა მივიდეთ იმ რუსებისი არ იყოს რა, როდესაც ახლა ჰუმანურ იდეას გადაგებდა, კულტურა ჰუმანიზმზე დგას და პოლიტიკა კაციჭამიობაზე. ისე არ გამოგვივიდეს, ისე არ დავემსგავსოთ, რომ ახლა ქალს და 4 შვილის დედას და 9 შვილის დედას ციხეში რო უშვებდა, უბედურობაში ავყოფებს, ახლა ამას მომავალი ნამდვილად არ აქვს. ვისურვოთ, რომ ყველა გონიმა გაუნათდება. გაუნათდეს, ჩვენ უსურვოთ, როგორც ასეთი მოქალაქეობრივად ჩვენი მწავსი მაგათ ხარეზეა და მინდა იმედი გამოთქვა მადლობას მოგახსენებთ და მინდა რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე რა. ერმა თავისი კონკრეტული ფუნქცია უნდა იცოდეს და ლოკალურად უნდა გადაწყვეტოს ეს ამოცანა რაზეც ადგას რა. დავამთავროთ ბატონი კონსტანტინეს სიტყვებით რო ათქვინეს მეფე გიორგის. თუ თერმა ერმა გამარჯვება არინდუმა პიპა მაკედონელებს ალექსანდრე მაკედონელი ვერ იქნის ვერ გაამარჯვებინეს. მაგრამ ჯერადოდ გამარჯვებათ შიშრებს და სტოვრებს. ნამდვილად ვერ შეიძლება ბატონ კონსტანტინეს. ნამდვილად და ვიცი ახლა
ესე არ მოგვივიდეს კიდე რომ მორიგი უფლისწული უღრან ტყეში რომ გარდაიცვალოს და მოკლან რა. საბოლოოდ ერთხელ და სამუდამო ჭკუა უნდა ვისწავლოთ. მადლობთ ყურადღებისათვის. ძვირფასო მეგობრებო, ერთი კვირი დავემშვიდობოთ. მადლობა ბატონო ახთან საინტერესო ისტორიული და პოლიტიკური ანალიზისთვის და რა ვიცი, ჩვენ უნდა ვიდეთ იქ, სადაც მარადიულობა, სილამაზე, ჰარმონია და ჭეშმარიტება. კარგად ზამდებოდეთ.